6 მარტს ქუთაისში ავტოქარხნის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა. 8 მარტს თერჯოლის რაიონის სოფელ ეწერში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. 24 მარტს ქუთაისში შუახნის მამაკაცს ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევა ნიკიას ქუჩაზე მოხდა. მამაკაცის შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. 29 მარტს ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითად მოსიარულე ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ქუთაისში გორის ქუჩაზე მოხდა. 25 მარტს სამტრედის გზაზე სატვირთო ავტომანქანა ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ეს მედიით გაშუქებული იმ ავტოსაგზაო შემთხვევების ნაწილია, რომლებიც ქუთაისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 2017 წლის მარტში მოხდა. რადიო ძველი ქალაქი ქუთაისში ქვეითებს და მძღოლებს გაესაუბრა, რათა გაერკვია, ვინ და რატომ არღვევს ქალაქში მოძრაობის წესებს. ჩამოყალიბდეს ნელისიარული სიფრთხილე, დიდი ხანი დაჭირდება საქართველოში. არის ბევრგან არის დახატული ზებრა, მაგრამ ქვეითად მოსიარულე არ იყენებს ზებრას, არ გადადის. ბევრი მძღოლი არის ესეთი, რომ ზებრაზე გაჩერება, ეზარება. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ყოველთვის დავიცვათ მოძრაობის წესები ნებისმიერ ასპექტში. მე მანქანის მძღოლი არ ვარ, ფეხით მოსიარულე ვარ, მაგრამ მნიშვნელოვანია როგორც ფეხით მოსიარულემ, ასევე მძღოლმაც გაითვალისწინოს ყველა ის წესი, რომელიც არ დაცვას საფრთხეს უქმნის როგორც ჩვენ სიცოცხლეს, ასევე მათ ასე ვთქვათ სიცოცხლეს. ყველა იმას ცდილობს, რომ თავის საქმე გააკეთოს, ყველა რაღაცა საქმეზე მიზია, ჩქარება სიჩქარეა, მაგრამ იმაზეც უნდა ვიფიქრო, რომ ქვეითია. მაგალითად, ჭავჭავაძის განძილზე არის ზებრა დახატული, ვიცი რომ არის ზებრა, მაგრამ არ ჩანს. თუნდაც რო იყოს ჩამოსული სხვა სტუმარი ადამიანი, ვერ დაინახოს იქ რომ ზებრაა და გადადიხარ, მაგრამ შეიძლება ვერ დაგინახოს. სარეკლამო კამპანიები უნდა ჩატარდეს, ეს გზაც უნდა განახდეს, ზებრებიც უნდა დაიხატოს უფრო თვალსაჩინოდ. მნიშვნელოვანია რომ დაიცვას ყველა მოძრაობის წესები, მძღოლი იქნება ეს თუ ქვეითი მოსიარულე, არ აქვს მნიშვნელობა ამას, ანუ ყველა ერთნაირად უნდა დავიცვათ მოძრაობის წესები. არის ხოლმე რომ ზებრაზე, როდესაც გადავდივართ, მაშინაც კი მძღოლები ხანდახან გამოთქვამენ ხოლმე უკმაყოფილებას, რომ ნელი ტემპით გადადიან გზავრები ამ ზებრაზე, ქვეითად გადასასვლელზე, ნელი ტემპით და როგორც წესი ხმაური არის ხოლმე შექმნილი, სიგნალებით გამოიხატება ეს ძირითადად. ხშირად არ მიწევს მანქანის ტარება, მაგრამ ისე როცა ვიდები, უფრო ვიცავ, ვცდილობ რომ ყველანაირად დავიცვა ეს მოძრაობის წესები და გადაადგილდებით, მძღოლები თუ გიჩვენებენ გზას. იშვიათად რა. რამდენი ახლა ადამიანი თქვა ზებრაზე არ გადაადის და ორი ნაბიჯი აქვს ზებრამდე და მაინც იქნა გარეთ, ამას სახელმწიფო ვერ იმასწრებს ვერაფერს. თვითონ ადამიანი უნდა შექმნას, რომ გადავიდეს იმ ზებრაზე და არც მძღოლს შეუქმნის საფრთხეს და კი მძღოლიც დამნაშავეა, ზოგჯერ არ ითმობენ გზას, არ უთმობენ ქვეთა მოსიარულეს, მაგრამ ქვეთა მოსიარულეს უნდა შექმნას, რომ უნდა გადავიდეს ზებრაზე და არც საფრთხე არ დაექმნებათ, არც ეს არც მეორე. ხშირად ავტოსაგზაო შემთხვევებს მანევრირების წესების დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბება და ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა იწვევს. არასამთავრობო ორგანიზაციის პარტნიორობა საგზაო საფრთხეებისთვის დირექტორი ირაკლი იზორია რადიო ძველ ქალაქთან ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითად გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს. საწყენი ფაქტია ის, რომ გახსნდა ხვედის არ გამოყენების ფაქტები. საყვედების კანონი მივიღეთ 2010-ში 20%-ით შემცირა სიკვდილი. თუმცა ბოლო დროს ფორმალურად უკეთიათ მძღოლებს ხვედები, ზოგს ისე უბრალოდ გადადებული აქვს. ესეთი გადადებული ხვედი ვერ ახდენს პრევენციას საგზაო შემთხვევებში, რომ არ დაზიანდეს ადამიანი. საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს მართვის მოწმობაზე ასქულიანი სისტემის დაკავშირებას და უკონტაქტო პატრულირების შემოღებას. პარტნიორობა საგზაო საფრთხეებისთვის დირექტორი ირაკლი იზორია ფიქრობს, რომ პარლამენტში ინიცირებული ცვლილებები ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვს შეამცირებს. ყოველთა სისტემა როცა გვექნება, ის უშენიშნებული მძღოლები, რომლებიც რეალურად არ ღვევენ და შემდგომ იხდიან მაინც თანხაზე ისევ გზაზე მოძრაობენ, ესეთი ფაქტები აღარ იქნება. ორი ნაბიჯი რაც რეალურად ახლა გვაქვს პარლამენტში გადადგმული, ეს თუ დამტკიცდება, ფიქრობ, რომ სადღაც 20-25%-ით შეამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვს. რამდენად შეუწყობს ხელს ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებას ცვლილებები საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში, ამას მისი ამოქმედების შემდეგ გავიგებთ. მანამდე კი კიდევ ერთხელ უნდა აღენიშნოს, რომ საგზაო მოძრაობის წესების დაცვა როგორც მძღოლებს, ისე ქვეითებს ერთნაირი პასუხისმგებლობით მოეთხოვებათ. მოძრაობის წესების დაცვით ჩვენ შევძლებთ ერთად გავხადოთ გზები უსაფრთხო.